აწყობილი აქვს საქმე პილოტს. ჩაფრინდება აეროპორტში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება. აწყობილი აქვს საქმე მატარებლის მემანქანესაც. მივარ რკინიგზის სადგურში, იქ მეგობარი გოგონა ელოდება. აწყობილი აქვს საქმე მეზღვაურსაც. მიცურდება პორტში და იქ მეგობარი გოგონა ელოდება. ერთი მე მაქვს საქმე ცუდად. ხან აეროპორტში უნდა ვიყო, ხან რკინიგზის სადგურში, ხან კიდე პორტში. შეგაიქალო დაიმატე კიდე ერთი ადგილი, სადმე რატო ზარმაცობ? რატო? საღამო მშვიდობის ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით და ტრადიციულად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ კობედი არხის და ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ხართ. როგორც უკვე მიხვდით, ეთერშია გადაცემა ანეკდოტების რვეული, მე მისი წამყვანი ნიკა არაბიძე გახლავართ. ჩვენ უკვე ვნახეთ მერვე ადგილი და მოდით ერთად ვნახოთ მე-7 ადგილი. მოგძანდით. უი, გამარჯობა ეკიმა. გაგიმარჯოს, მაგ დაწექით. დაწე, რამდენი დასაწოლია ეკიმა? წაღლა გითხრა ახლა. უყურე. გისმენ. უყურე ახლა. ქალი მეუყვანე 3 თვეა. 3 თვეა რაც მეუყვანე ქალი და ბაღანა იყო რა უკვე. მერე? აი ბრალი ახლა მაი ეკიმა და ფერიკნება ახლა აი ყოლა ფერი. ბავშვი არის კარგად. ანა, აუჯეს კარგათა, კი, ჯამთალა და ლოღებ გაშგაშა ხო. ნუ გაშიდია შეგაცო. იცის მასე ხოლმე. იცის მასე? კი. აი, კარგათა. არა, რო გარბი ხარ, სად გარბი ხარ? შეკაი ადამიანო, არ უნდა დაინტერესდე ვინ არის შენი შვილის მამა. მე-6 ადგილის ჯერია. ბიჭო აღარ მითხრა. ბიჭო რა თამაში გააფუძე მაგის დედავადი. რა კაცი გაუ. აბა ბიჭო ის როგორ გაუმბო კაცი. გაწირა. ოთარ. ვა! ჩენი ოთარა. რა ვახარ ბიჭო, მოდი, ახალ დაოჯახებული კაცი, შეგენაცვალე. გოლი მოიყვანე ბიჭო, გილოცა, მოდი გაჭე. მოდი, ჩამოჯექი ოთარ. ბიჭო. ოთარ. დაოჯახებული კაცი ხარ. აცი გეცოდინება შენ რა არის ნამდვილი ბედნიერება. ვიცი. მაგრამ უკვე გვიანია. რა უნდა ქნა გელაცვალე, გაუძელი ცოტა, მარტო შენ კი არა ხარ უბედური. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, ერთი ანეკდოტი მეც მინდა მოგიყვეთ. ნუ კაცი შედის ბორდელში და ქალბატონს ესაუბრება, რა ღირს მომსახურებაო 100 ლარიო. ამ კაცს აქვს სულ 100 ლარი და შენ გენაცვალე 10 ლარი დამიკელიო. იქნება ტაქსით წავიდე სახშიო, რო გამოვალა. არა, შანსი არ დაგე. არიქა დამიკელი, კი იქნება 9 საათის ხვეწნის შემდეგ არ დააკლო მაინც ამ ქალმა. ნუ შევიდნენ ოთახში, დაიწყო პროცესი ამ ქალმა თავის სამუშაოს მიყედა. დაიწყო დაკოცნა ეს კაცი თმიზღერი და ფეხი ვჭხილამდე და მოუგვირდება ეს კაცი შეკაი ადამიანო ბოლოს ევრა. ასე თუ გიყვარდი 10 ლარი დაგეკლო ხო შეიძლებოდა. და 5 ადგილი ნახოთ. კი ბატონო, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი მეტყოლების და კარგი გარეგნობის თანამშრომლები. კარგით, კარგოზანდებოდეთ. თქვენი გვარი? დარახველიძე. ბატონო? დარახველიძე. თქვენ მე მგონი ენას უკიდებთ, ხო? არა, მამა ჩემი უკიდებდა ენას. და ვინც დაბადების მოწმობა შეუსწევს, იყო დებილი და შტერი. ისე რომ ვაგვირდები სახელიც ასეთი ექნება ამას რაღაცა და გელა. მე-4 ადგილის ჯერია. ბიჭო, პირი გაქვს, პირი. ვიცი, მე გავაღე.
ისე რომ ვაკვირდები მართლა მის გაღებულს გავს. სხვა ვინ იზამდა ბაბაგას. მესამე ადგილი ვნახოთ. სასაფლაოს საქმე მოგვარდა, ბიჭო? კი, მოგვარდა, კი. ღვინო ხო არის, ღვინო? არის ღვინო, კი, არის. თებზი? არის თებზი, კი. შემწვარი სკუმბრია? კი, ორნაირია თებზი. ლოქო, ქიძმარში? არის, კიბზმარში, კი. ლობიო ხო, ბიჭო? არის, კი, ლობიოც არის. ბიჭო, ჩვენებური საწებელი არის? არის, კი, საწებელიც არის. ყველაფერი მოგვარებული თუ არ აგატირეთ, გება ადგილი ვერ იშოვეს ალბათ, კარგი თუ არა, მართლა რა გატირებს შეკაი ადამიანო ყველაფერი. კიდევ ერთი მინდა მოგიყვეთ, თუ შეიძლება საქართველოსდან ერთ-ერთი სოფლიდან ამერიკაში წავიდა ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი გაემგზავრა და სადაც იცის იმ ქალაქში ჩავიდა, რომ მისი თანასოფლელი გოგონა მუშაობს სადღაც. მოლო მიაკვლია და ეს გოგო მუშაობს სტრიპტიზ ბარში, მივიდა, გაიხარის ერთმანეთის ნახვით რაღაც აქეთ-იქით და მე ეს ბიჭი ეუბნება, ცოტა დალიეს, რამე ეს ბიჭი ეუბნება. აქო ვინმე ისეთი გოგო არ არისო, რომ ჩამოსული ვარ მაინცო რომ გავიგულაო ცოტაო და $100 კი მივცემო და თუ არის კიო მაგენის მეტი რა არისო. ცოტა ხანი გავიდა ეს ბიჭი ეუბნება. გახსოვს ბავშვობაში როგორ მიყვარდიო და რაღაც სხვას მივცევ ეს ფულიო, ბარე მე და შენ ერთმანეთთანო და შენ მოგცემ ამას $-ო. კარგიო დათანხმდ ეს გოგო, მოილიეს იმ დღეს ის თავისადმი, მის ამ ბიჭმა $100 წავიდა. მოდის მეორე დღეს ისევ ეუბნება რაღაც აქეთ-იქით რომ $100 მოგცემო და ერთად გავატაროთ ღამეო. ის ღამეც მოილიეს. შემდეგი ღამე მოლო გავიდა ერთი კვირა ეს ბიჭი მიდის ყოველ საღამოს ამ ქალთან ერთად არის $100 აძლევს მოდის და ბოლო ეს ქალი ერთი კვირის მერე ეუბნება შენ რას გადამეკიდე ბოლო მეო ჩემს გარდა ქალების მეტი რა არის აქ არა რა არის თუ იცო დედა შენმაო რომ მოვდიოდიო ფული გამომატარა შენთან $1,000 ასე მითხრა ნელა მიეცი გამოუზოგე თუ არა ეგერთია და დახარჯავსო ასეთ ხდება შემოკარგება ჩვენ კი ის გადავხშენი ვნახოთ მეორე ადგილი უკაცრავად აქ რა უნდა ჩავწერო? ანკეტაში იწერება თქვენი სახელი და გვარი. სახელი. სქესი. დღეში ორჯერ. უკაცრავად აქ უნდა ჩაიწეროს მდედრობითი ან მამრობითი. შენა კარგად გამომხედე. აი ძალიან რომ ამინდება რა. მერე მდედრობითი და მამრობითის გარჩევა არ ვიცი. იგი საგნათი ვიდე. კალბატონო დაანებე თავი თუ არა მართლა არ არის ეგ დამზოგი ისე თვალებში ხედავ. პირველი ადგილი ჯერიც დადგა ჩვენს ეთერში. დედა გადაუწევე დედა სული შეიძლება ხმახელებს შემიბერე დედა ვაიმე დედა გეწვის დედა შედა ბიჭო გამიშვი აქ გაგიშვა ბიჭო აქენ იაგი რა გა ავეხუმრი ადამიანს არ შეიძლება აქ შედა უჭრია ბიჭო ახტება ვიდაჭრა ვიდაჭრა მითხარი უბრალოდ მე გეტყვი ყველაფერს ამ გათახსირებულმა ამან აიღო დანა და ჩემ ქმარს გოუყარა შეკ ტრაქში გათახსირებულად
მოქალაქე. რატო დაჭერი მოქალაქე უკანალში მითხარი დროზე? გეტყვი როგორც მე კიმედო დანა ჯიბეში მერე? მაგრამ არ გამომიყენებია ეიცა! აბა მე ჩაგიყავი ტრაკი ჯიბეში! მართალია, ვიცნობ მე ამ ადამიანს უპატიოსნესი კაცია. ეს ტრაკი ხვიჯიბეში ჩამდები არ არის. მოკლედ, ჩემო კარგებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით და აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს, რომ ასეთი საინტერესო გადაცემა მოგვიმზადეს. გემშვიდობებით და სულ რაღაც ერთ კვირაში ისევ აქ, ისევ ამ ადგილას შევხვდებით ერთმანეთს. კარგად გრძანდებოდეთ.